თამარ მიდილიში 10 წლის. ვსწავლობ მე-17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა და ხელსაქმე. ამსავიდან ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. ვსწავლობ ლაღიძის მუსიკალურში და ვარ პირველ კლასში. პიანინოზე დაკვრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დედაჩემი როდესაც უკრავდა ძალიან მომწონდა და მეც გადავწყვიტე მუსიკაზე შესვლა. მუსიკალურში მიმიღეს გამოცდით, გამოცდაზე ვიმღერე სიმღერა, ემილი ტივის სიმღერა. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ორივე ხელით დაკვრა, ძალიან ძნელია ორივე ხელი ერთად დაკონტროლო. ყველაზე მარტივია ცალთითით დაკვრა. კიდევ კაი ნოტები კარგად ვისწავლე და ახლა ყველაფერი მიადვილება. უკვე ერთი კონცერტი მქონდა და მთელი დარბაზი შევსებული იყო. მე რო კარგი პიანისტი ვიყო, ვისურვებდი ჩემი კონცერტი ყოფილიყო საფრანგეთში. საპატიო სტუმრად დავპატიჟებდი ჩემს ორ ბებიას და წავიყვანდი საფრანგეთში. პიანინოს გარდა კიდე მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. ჩემი გეგმაა რომ წარმატებით დავასრულო 6 წლები. ადრე ვფიქრობდი კონსერვატორიაში გაგრძელებას, მაგრამ ახლა გადავიფიქრე. მე ასევე მიყვარს ცეკვა და მესამე წელია ვცეკვა ანსამბლ არსიანში. თავიდან ყველაზე რთული იყო სვლების გაკეთება. ფეხის წვერებზე უნდა იარო წრეზე. ადვილი იყო ახალი ლეთების სწავლა და განმეორება. ჯერ კონცერტი არ მქონია და ახლა ვემზადებით ალანიაში დასასვლელად. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. მაქვს აჭარულის ფორმა და ძალიან მიხდება. მე მინდა მქონდეს თეთრი გრძელი კაბა ქართული ორნამენტებით. ცეკვაც მუსიკასავით მიყვარს, მაგრამ ცეკვა უფრო მიხდება. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი კლასელები და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია მარი აბულაძე. ყველაზე მშვიდია ანიმე ფარიშვილი. ყველაზე ცელქებია ძმები გიორგი და ალექსი მონაძეები. მე ვარ ყველაზე პანჭია და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული ენა. საყვარელი მასწავლებელია დათო ჩხაიძე. ის გვიყვება თავის დაწერილ ლექსებს და ისტორიებს და ასე შემდეგ. კეთილია, მეგობრული და გამგებიანი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მსახიობი. ერთხელ სკოლაში დავდგით სპექტაკლი. მე ვთამაშობდი კონკიას დის როლს. თუ მსახიობი ვერ გამოვალ არქიტექტორი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა ელზა. ახლა მინდა ვიყავი 14 წლის, იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ძმა და ბებია. კიდე მინდა მყავდეს პატარა ძმა. ჩემი ძმა არის ხაწის და ქვია გაბრიელი. ის არის მხიარული, ცელქი, ზარმაცი და ჭკვიანი. ჩემი აზრით, გაბრიელი რო გაიზრდება, გახდება ფეხბურთელი. ჩემი და არის 2 წლის და ქვია ეკატერინე. ეკატერინე არის პრანჭია, ცელქი და ცოტათი მავნეც. ის ალბათ გამოვა ექიმი. ბებია არის მშრომელი და მზრუნველი. მამა ჩემი არის სტუმართმოყვარე, სიმპათიური და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და ყველაზე თბილი ადამიანი. მე მყავს ყველაზე კარგი დედა და მამა მთელს მსოფლიოში. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ემილის თავგადასავალი. ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში ჰარი პოტერის როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს ეზოში გავაჩენდი მაკდონალდს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იაპონიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. თამარი რომ არ მეკვალს, რა მერქვეოდა? მე თამარი დამარქვა დედამ და ძალიან მომწონს ჩემი სახელი. მაგრამ თამარი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნია. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის მშობლებთან ერთად მყოფნა, მეგობრებთან ერთად თამაში და გართობა და ასევე საჩუქრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.